ხო, მე ეხლა გავიგე, არ უცოდე გამბავი. მე ყოველთვის მაქვს ეს ასეთი პოზიცია ხა ინდივიდუალურად იმ ადამიანებს გადაცავწეთი, რა თქმა უნდა, რომლებიც ციხეში სხედან. დიახ. მაგრამ მე ზოგადად მიმაჩნია, რომ რაც ნაკლები ადამიანი იქნება ციხეში და ტყვეობაში, მით უკეთესი და უნდა გავიგოთ ერთი რაღაცა, რომ ის რომ აღიარებ შენ დღევანდელი დღეს ქართული ოცნების ფიზიკურ ძალას, ის რომ გერევა, ეს არ ნიშნავს, რომ მას რამე ლეგიტიმაციას ანიჭებ. თუ ადამიანმა გაგიტაცა რა ტყვეობაში ყავხარ, არ არის აუცილებელი რომ გაჯიუტდე და უარი თქვა გათავისუფლებაზე. თუ რამე მოლაპარაკებაზე მოდის ის გამტაცებელი, კი ბატონო, უნდა წახვიდე მოლაპარაკებაზე და დაიხსნა თავი რამენერად ტყვეობისგან. თუ მოგთხოვს რომ აღიარო მეფედ და იმპერატორად და აღიარე იმპერატორად და თუ გეტყვის რომ სანაცვლოდ წახვალო, წამოდი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმაში, თუ ეს ადამიანები, რომლებიც არიან ტყვეობაში, რაღაცაზე მოილაპარაკებიან ამ ფსევდოხელისუფლებას და სანაცვლოდ გათავისუფლებიან. პირიქით გონია რომ რაც შეიძლება მეტმა უნდა გააკეთოს ეს, თუმცა ეხლა ან არაფრისთვის უნდა იჯდე წლები ციხეში. უნდა რატო უნდა ისხნენ და თუმცა ეხლა მე ნამდვილად იმ ადამიანებს, რომლებიც ამაზე უარს ამბობენ, ვერ ვიტყვი რომ ისინი არასწორად იქცევენ, ეს აბსოლუტურად მათი გადაწყვეტილება. ჩემი პოზიცია არის რომ ვერასდროს ვერ დამცდება ვერაფერი ცუდი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც გადაწყვეტენ რომ გარეთ უნდა იყოს. კი ბატონო, ლევან, თქვენ რას ფიქრობთ? თქვენ რას გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით? მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. ხო, მეც პრინციპში დავეთანხმები, რომ რაც ნაკლები ტყვე ეყოლება, ასე ვთქვათ, რაც ნაკლები ადამიანი პოლიტიკური მოტივებით იჯდება ციხეში, მით უკეთესი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ისიც გავიაზროთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის მოქმედებს საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. ხო, ერთის მხრივ რაღაცა საუბრობს ამ ადამიანების შესაძლო გამოშვებაზე, მით უმეტეს ეს ადამიანები არიან გასაგებია ჩვენი სასამართლო და ჩვენს რეალობაში რა როგორ არის, მაგრამ მაინც აი რაღაცა პატარა საფუძველი მაინც მოუძებნა, იმიტომ რომ რაღაცა შეკრება იყო, რაღაცა ცდელობა იყო იქ, რომ რაღაცა დაიძრა საზოგადოება პრეზიდენტის სასახლის მიერ, ანუ რაღაცა კიდე შეიძლება ხელჩასაჭიდი გადაუგდეს, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას, რომელსაც არ უნდა გავაკეთოთ, არ უნდა გადაუგდეთ და ამის ფონზე ხომ მიმდინარეობს სასამართლოების, სხვა პოლიტიკოსების, რომლებიც საერთოდ რაღაცა ჰაერიდან მოტანილ ბრალდებებს უყენებენ, რომ იქ პოლიციელმა საბოტაჟის საქმეს კი, რომ აი მხოლოდ პოლიციელების ჩვენებით როგორ დაინახეს, რაღაცა თვალით როგორ მიანიშნა თუ ვიღაცას გაეცინა და ამიტომ უცებ ხალხმა გადაწყვიტა, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ნამდვილად მაშინ, როდესაც ის პირველი აქციები იყო დეკემბრისგან თუ ნოემბრის ბოლოდან მოყოლებული, იქ არანაირი ორგანიზატორი არ ყავდა და იქ იყო რეალურად რაც ხალხის საკუთარი ბრაზით გამოსული საზოგადოება, რომელსაც არ იცოდა რა გაეკეთებინა, ზოგი იქ ფეირვერკებს ისროდა, ზოგი იქ კარებს აჯანჯღარებდა და იყო აბსოლუტურად გულწრფელი, ასე ვთქვათ, ადამიანების პროტესტი და ცდილობენ ეხლა აი ამ ასე ვთქვათ ჰაერიდან მოტანილი ბრალდებებით, ასე ვთქვათ, ეს ადამიანები დააკავონ თუ რა მიზნები ამოძრავებთ. ამიტომ ხო მე ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ მსგავს რაღაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას და ქმედებას რაღაცა თავიანთ თამაშებად ვხედავ და რაღაცა მათი ინტერესებიდან გამომდინარე ისინი მოქმედებენ და არა ის რომ აი ვიღაცა ებრალებად ეხლა ციხეშია და რაღაცა სინდისმაში აწუხა და ვინმეს გამოშვება გადაწყვეტეს. კი ბატონო. და მიხეილ, მოდი გადავიდეთ და ვისაუბროთ ამბავზე, რომელზეც უკვე მეორე დღეა მთელი ქვეყანა ვლაპარაკობთ, ეს არის თელავში, ქორწილში მომხდარი ინციდენტი, არ ვიცი, დაპირისპირება, ჩხუბი. თქვენ იურისტის ბრძანდებით პროფესიით და ყველა ამბობს, რომ ამ ისტორიას აქვს ორი მხარე, სამართლებრივი და მორალური. თქვენი თვალით დანახული ეს ისტორია როგორ გამოიყურება? კიდევ ერთხელ ვეტყვი მაყურებელს, რომ პატიმრობის ნაცვლად გირაოს მოითხოვს პროკურატურა სახელმწიფო ბრალდება და ხვალ დატოვებს დაკავებული სიძის ძმა საპატიმროს. კი ბატონო, ნუ სამართლებრივად შევაფასებ, ვიტყვი რომ ეს კადრები ნამდვილად არ არის კარგი საყურებელი, არც ერთ შემთხვევაში, რაც არ უნდა პოზიციას იჭერდე, არ არის კარგი საყურებელი. თუმცა ხო, სამართალი არ არის ისეთი მარტო ერთი მხრიდან ახლა რაღაცა რომ თქვა, რომ ერთმა ადამიანმა ვეროს ხელი დაარტყა და მორჩა უკვე საკმარისი კვალიფიკაცია. კონტექსტ რამდენად იურისტები იმისთვის არსებობენ, ადამიანები წლობით სწავლობენ, იმიტომ რომ ესეთი საკითხები განიხილონ საფუძვლიანად და არა უბრალოდ რომ შეხედოს ვიღაცამ ნებისმიერ არაიურჩეულია რომ შეხედოს და ახლა ხელი დაარტყა, ის ხო არაა სადაო, ხელი დაარტყა თუ არ დაარტყა, ხო? მაშინ რაღაც საჭირო არის საერთოდ იურისტი, რა საჭიროა მოსამართლე, რომელიც უნდა დაждდეს და საათობით განიხილოს ეს საქმე და საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამ დონეზე ვაფასებთ, ასე ზედაპირულად ვაფასებთ სიტუაციას, რომ ხელი დაარტყა შესაბამისად ეს კვალიფიკაცია მიესადაგება, ნუ რა თქმა უნდა არ არის ეგრე, მაგისტვის არის საუკუნეების განმავლობაში არსებობს ეს პროფესია, კიდე ალბათ ერთ-ერთი ის იშვიათი პროფესია, რომელსაც ვერასდროს ვერანაირი ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს და ზუსტად იმისთვის, რომ განსაკუთრებული შემთხვევები არის მართლა ხშირად და კონტექსტ ყოველთვის აღნიშნულება, ანუ არ არსებობს, პრინციპი ძალიან ძნელია ისეთი ამბის მოფიქრება,
სამართალში, როცა არ შეიძლება ჰქონდეს კონტექსტ მნიშვნელობა და იმაზეც ვიტყვი აღკვეთ ხონისებაზეც, მაგრამ რო გირაოს ითხოვს პროკურატურა, ეს იშვიათად სწორი და ნორმალური დამოკიდებულება არის. რატომღაც რა ჯერ კიდე სამწუხაროდ წინა ხელისუფლებამ და ამათაც შეგვაჩვეს იმას, რომ უმეტ 95%, 99% შემთხვევებში იყენებენ პატიმრობას ამ კუთხეზე, რაც პირიქით უნდა იყოს. პირდაპირ გვიწერია, რომ პატიმრობა გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში და დღეს ახლა აი თუნდაც ის პოლიტიკოსები, რაზეც ვახსენეთ, სულ რო დანაშაული ქონით იმათ ჩადენილი, მის ჩამდე, ანუ სანამ სასამართლო არ მოიჭრიდა, მაინც არანაირი გარემოება ესეთი არ არსებობს, რომ ის ადამიანები იყვნენ ციხეში და აქაც არანაირი ესეთი გარემოება არ მეგონება, რომ ეს თავისთავად ნიშნავს რაღაც მობიერებას. ეს არის სწორი იშვიათად სწორი ნაბიჯი ხელისუფლება, ასე უნდა იყოს კანონში გვწერია. ანუ კანონში რაც გვწერია, იმ პირობებში ეს ადამიანი უნდა გამოუშვან აუცილებლად ციხიდან გირაოთი. და შემდეგ უკვე რას მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილება, ის არ ვიცით. კი ბატონო, აი რუსტურისტებზე რა სიტყვა, მათი პასუხისმგებლობა არაფერში არ უნდა გამოიხატოს. გავიგე რომ დაზარალდა და კი ბატონო კიდევ ერთხელ გეთანხმებით, რომ ძალიან მძიმე სანახავია, არ ვიცი, ვინც არ უნდა იყოს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ზოგადად კაცი, რომ ქალს ხელს გაარტყამს, ეს არც ერთ ესე ვთქვათ, არ ვიცი, სცენარში არ არის მოსაწონი საქციელი, მაგრამ აი მათი პასუხისმგებლობა არაფერში არ შეიძლება ამ კუთხით რომ გამოიხატოს, თუნდაც სამართლებრივ ნაწილს ვამბობ, ჩვენ არ ვიცით ეს ხალხი საერთოდ გამოიკითხა, გაადეპორტეს, ანუ რა უქნეს, ესე უნდა დამთავრდეს ეს ისტორია, რომ მარტო ამ ბიჭმა უნდა აგოს პასუხი, იმიტომ რომ ესეც ხომ დანაშაულია, რაც მათ გააკეთეს, ხომ? ჩაშლის მცდელობა იქ ზემოდან რაღაცებს ასხამდნენ. დანაშაული რამდენად არის ახლა რთულია მაგაზე საუბარი, რადგან ძალიან დეტალებში არ ვიცით, მაგრამ სამართალდარღვევა დარღვევა ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ დანაშაული არის ის სამართალი, სამართალდარღვევა შეიძლება იყოს ადმინისტრაციული, მაგიტო გავნიშნე უბრალოდ. შეიძლება იყოს სრული ხულიგნობა, შეიძლება იყოს ხულიგნობაც, ანუ ზუსტად ახლა დეტალები არ ვიცით, მაგრამ რა ინფორმაციაც ვრცელდება, რომ რას ჩადგნენ ეს ადამიანები, მით უმეტეს ამ ხელისუფლებას არ უნდა გაუჭირდეს რაიმე სამართალდარღვევის მოფიქრება ისეთ რაღაცებს იგონებენ ხოლმე ადამიანების მიმართ. უბრალოდ ის რომ რამე სამართლებრივ პროცედურულად დაწყებული ყო ამ ადამიანებს მიმართ აუცილებლად გავიგებთ, იმიტომ რომ როგორც ვიცი აქვთ რაღაც აქტიური სოციალური ქსელები და ნუ მე მგონია რომ პროვოცირება შეიძლება იყოს ეს, იმიტომ რომ ვიცით რომ ხედავთ რომ იღებენ და აი გადაღების დროსაც იგრძნობა რომ იღებენ იმისთვის რომ არა იმისთვის რომ თავი ანუ არ ეთყობათ ამ ადამიანებს რომ რაღაც შეშინებულები არიან და თავდაცვით რეჟიმში არიან. პირიქით ცდილობენ რომ რაღაცა გამოიწვიონ და გადაიღონ. მინიმუმ როცა ის ბიჭი ავიდა კარზე დაუკაკუნო, არ გავუღებდი იმ კარს დაცვას დავუძახებდი, ხო? რაღაც ბევრი ვერსია არსებობს. იქამდე რომ შეიძლება იყოს ეს პროვოცირება, ამ შემთხვევაში უკვე სერიოზულად შეიძლება ფიქრი არაუბრალოდ ჯარიმით რომ გამოძრონ ეს ადამიანები, მაგრამ მაინც ახლა აი წეღანაც ვისაუბრე იმაზე, რომ სამართლებრივი შეფასებები მოითხოვს ძალიან დეტალურ ანალიზს, ბევრი იმის და ასე აი სოციალურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით მაინც რთულია, მაგრამ ზოგადად იკვლება რომ ამ ადამიანების მიმართ შესაძლებელი არის დაიწყოს სამართლებრივი ღონისძიება. კი ბატონო. ლევან, თქვენ როგორ უყურებთ ამ ისტორიას? ხო, მეც რა თქმა უნდა პირველ რიგში ვიტყვი რომ ალბათ მე ვფიქრობ თვითონ ამ ადამიანს არ ესიამონა პირველ რიგში რომ აი იმდენად გამოვიდა მწყობრიდან რომ ბოლოს ეს მოქმედება ასე ვთქვათ ჩაიდინა და ხო ანუ მაგაზე არავინ არ დაობს ასე ვთქვათ და სრული კონსენსუსია ყველა მხარეს ყველა მხრიდან. აქ უბრალოდ ხო შეფასებაზე ვსაუბრობდით და მეც განმეორდები და ვიტყვი რომ კარგია რომ პატიმრობა არ მოითხოვეს და ხვალ მაინც ეს ადამიანი გამოვა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ისე და ისე საბოლოოდ რომ სანქცია გამოყენებული იყოს შესაბამისი, იმიტომ რომ ეს მუხლი რომელიც მას წაუყვენ ეს ის თვალისწინებს როგორც ჯარიმას ისე პატიმრობას და მე ვფიქრობ აქაც მთელი საზოგადოება ჩვენ რა ვთქვათ ნაფიცმსაჯულები ვიყოთ თუნდაც არის ქართული ოცნების ყველაზე გულმხმარალი მხარდამჭერებიც ისინიც კი იტყვიან იმ ყველაფრის გათვალისწინებთ რაც გავიგეთ და რა წინაპირობას უძღოდა ალბათ ჯარიმა იქნება ის საჯელი რომელიც ადეკვატურად ჩაითვლება ამ შემთხვევაში და კი მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ იქით ამ ხარის პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ და აი ეს დანაშაულია თუ არა და რამე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ თუ არა მე ხელისუფლებას ურჩევდი შეაფასოს ამ კრიტერიუმებით რომ წარმოიდგინონ რომ რომელიმე ქართული ოცნების რაღაცა ბანკეტი იყო ასე ვთქვათ და იქ რომელიმე აქტივისტ რაიმე მსგავსი გაეკეთებინა ხო წარმოგვიდგენია რა ბრალდებებით დააკავებდნენ ამ ადამიანებს და იმის გამო რომ ეს არა ქართული ოცნების ბანკეტი არამედ ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქეების ქორწილი იყო და იმის გამო რომ ესენი არა პოლიტიკური აქტივისტები არამედ რუსი ტურისტები იყვნენ მე მგონი განსხვავებული მიდგომა არ უნდა იყოს და პირიქით ვიცით რომ ქართული საქართველოს მოქალაქეების მიმართ ესეთ შემთხვევაში ბევრად მკაცრი იქნებოდა აი მაგალითად ყოფილიყო რომელიმე ქართული ოცნების მაღალჩინოსნის ოჯახის წევრის ქორწილი
და რომელიმე აქტივის რაიმე მსგავსი გაეკეთებინა, ყველამ ვიცით ამას რა მოყვებოდა. და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც საუბრობთ ზოგადად ამ ყველაფერზე და ამ საკითხზე, ჩვენ ცოტა შორიდან უნდა შევხედოთ, ხო, ჯერ როგორ დაიწყო, ხო, როდესაც ამ ადამიანებმა ეს ვიდეო დადეს, რა კონტექსტით დადეს, იმათმა მიაბეს, ხო, რაღაცა კუდი რომ თითქოს ქართულად საუბრის გამო მოხდა ეს ყველაფერი და თვითონ გადაიტანეს ეს ყველაფერი რაღაც არ ვიცი, ეთნიკურ თუ რაღაცა ენობრივ ჭრილში, როდესაც შემდეგ გავიგეთ, რომ საერთოდ არაფერ შუაში არ იყო და რასაც წმინდა იქ კონფლიქტი მოხდა, კონკრეტული იმის გამო რომ არ აძლევდნენ იმის საშუალებას, რომ აღენიშნათ იქ ქორწილი და რაღაც აწუხებდათ თუ რაც იყო. საყოფაცხოვრებო თემა იყო და იქ საერთოდ ენობრივი და ეთნიკური არ იყო და თვითონ გადაიტანეს და ამით რა გააკეთეს, რომ აი თვითონ რაღაცა მოითხოვეს, აი რაღაც თავის თანამოქალაქეებს თუ რუსებს მოთხოვს, აი სოლიდარობა, რომ აი ნახეთ რუსებს ჩაგრავენ და კალაძეს დახმარებას. ხო, და ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენი ბუნებრივი პოზიცია იყო, მით უმეტეს როცა დეტალები გავიგეთ, ჩვენი თანამოქალაქის პოზიციების დაცვა დავიწყეთ, ისევ და ისევ იმ კანონის ფარგლებში ყველა ვაღიარებთ, რომ იქ რაღაცა გადაცემა იყო, გარკვეული სასჯელი გასაგებია რომ მოყვება, თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აი დაკავებას კი, აი მაგალითად აფხაზეთში, რომელსაც ესე ოკუპირებული ტერიტორიად მოიხსენიებთ და სამართლიანად, იქაც ხშირად ხდება სხვათაშორის მსგავსი პრობლემები, არაერთია, იქაურ მედიას რო გაეცნოთ, მაგრამ იმ ფაქტობრივად ვერ შეხვდებით, როდესაც ესეთი კონფლიქტი თუნდაც იმ წუთიერი დაკავებით მთავრდება ადგილობრივების. იმიტომ რომ იციან ამას რა რეაქცია მოყვება. ანუ იმის თქმა მინდა, რომ იქაც კი ბევრად, ასე ვთქვათ, საკუთარი მოქალაქეებისადმი ბევრად მხარდამჭერი პოზიცია აქვს, ვიდრე რუსი ტურისტების მიმართ, რომლებსაც ვამბობთ, რომ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამართლიანად ვამბობთ ისევ და ისევ და ამიტომ ჩვენთან ანუ ესეთი დამოკიდებულება, რომ იმ წუთიერი დაკავება მოყვა და მე რაღაცა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რომ აი ახლა თურმე ძალადობას არ გმობთ, რომ გმობთ გასაგებია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ადეკვატური და ობიექტურად უნდა მოხდეს შეფასება და კონტექსტის გათვალისწინება უნდა მოხდეს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდა ამისა, ანუ რატომ მოყვა კიდე ჩვენი საზოგადოებიდან ამ ყველაფერს ესეთი მწვავე რეაქცია. ეს ხო რაღაც ერთი ეპიზოდი არ არის, ხო აი ჩვენ ბოლო წლებია ვხედავთ აი ამ რუსების ანუ არაერთ თავხედობას ასე ვთქვათ შევხედრია ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე და ეს ყველაფერს განსაკუთრებით რუსეთის მიმართ რატო ხდება? იმიტომ რომ ჩვენ ანუ ის რასაც ხატოვნად რო თქვა ეს მოქალაქეები უკეთებდნენ ამ სტუმრებს, ეს რუსი ტურისტები, რუსეთი უკეთებს ქართულ სახელმწიფოებრიობას, ხო? და ეს რაღაცნაირი ნეგატივი ყველა ჩვენში დევს და ყველა ესეთ რაღაც ფაქტზე დამატებითად ვღიზიანდებით და ეს ხდება ყველგან მსოფლიოში, სადაც კონფლიქტი არის სახელმწიფოებს შორის და მით უმეტეს როდესაც ოკუპირებული აქვს ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოს ტერიტორია, იქ განსაკუთრებით რეაგირებს საზოგადოება მსგავს საკითხებზე, ამიტომ ეს აბსოლუტურად გასაგებია და მე კიდევ ერთხელ იმეც გამოვთქვამ, რომ ეს ადამიანი რაც ადეკვატური სასჯელით გამოვა, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრიდან და მეორე მხარესაც მოეკითხება ის, რაც მათ დააშავეს. კი ბატონო, მიხელ, თქვენ მინდა გკითხოთ, ბევრმა თქვა, რომ ეს არ არის რაღაც მხოლოდ ერთი ესე ვთქვათ ინციდენტი და კავშირი აქვს მათ შორის იმ პოლიტიკასთან, რომელსაც აწარმოებს ხელისუფლება. აქვე ვიტყვი, რომ შეიძლება ყველგან მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში, არ ვიცი, არ იყოს რუსი ტურისტი და იყოს საერთოდ სხვა ეროვნების, რომელიც რაღაცა ცუდად მოიქცეს ზღვის ქორწილში და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ისტორიაში ხედავთ თუ არა რაღაცნაირად პოლიტიკის კავშირს. იცით რა არის, თუნდაც ის ფაქტი, რომ არა მარტო იმ ადამიანები, რომლებიც იმ შემთხვევაში დაზარალებულები იყვნენ, ის რუსი ტურისტები, არამედ ბევრი კიდე ადამიანი მათ კომენტარებში ჩანდა გასაკვირად ერთ კონკრეტულ ქართულ პოლიტიკოსში ხედავდა ხსნას. ანუ არ ვიცი, მე მაგ ძალიან არ გამიხარდება. კალაძეზე. ხო, ყველა რო თაგავდა. ფაქტია, რომ ქართული ოცნების ერთ-ერთ სახეში ადამიანები ხედავენ ხარდამჭერს და დამცველს. რუსეთის მოქალაქეებზე საუბრობთ, მაყურებელს რომ დაუკონკრეტოთ და არა ქართველებზე. ბოლო პერიოდშიც რუსეთის ხელისუფლების რიტორიკას რო გადავხედოთ, არ გამიკვირდება, რომ რუს ტურისტებს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ საქართველოში რაც არ უნდა გააკეთონ, ისინი თავს იგრძნობენ ხელისუფლების მხრიდან დაცულად და პრინციპში აი ეს ხო არ არის მართლა ამ ქვეყანაში ცხოვრობ ჩვენ და თითქმის ყოველ დღე გვიწევს რაღაცა დონის კვეთა რუს ტურისტებთან და ხედავთ როგორი ქცევები ყველაზე ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ ხედავთ როგორი ქცევებით გამოირჩევიან ისინი, არ არის ეს ნამდვილად რაღაც ერთი კონტექსტიდან ამოვარდნილი შემთხვევა, ხშირია ნაკლები მასშტაბის, მაგრამ ქუჩაში შეიძლება ესეთ რაღაცებს ავაწეთ და აქვთ ეს დამოკიდებულება, რომ ისინი გძნობენ, მათ გონიათ, რომ შეუძლიათ ამ ქვეყანაში ჩამოვიდნენ, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. შეიძლება იმაზე ცუდადაც კი როგორც საკუთარ ქვეყანაში იქცევიან და აი როგორი განცდა მაქვს ის, რომ მათ ეგულებათ აქ თავისი ხელისუფლება.
აი ჩვენ რო ვამბობთ, რომ ჩვენ გვყავს რუსული ხელისუფლება, არ მგონია რომ მაინდა-მაინც მხოლოდ ჩვენ გვაქვს ამის განცდა. რუსებს ჩვეულებრივ რუსებზე მაქვს საუბარი და არა რუსეთის ხელისუფლებაზე, ჩვეულებრივ რუსებს რაღაცნაირად კომფორტ ზონა უსაფრთხო სივრცეა მათთვის საქართველოს ხელისუფლებიდან. აქვს და სხვათა შორის აი ბევრჯერ ალბათ შეგხვედრია სოციალურ ქსელებში მაინც როგორ უკვირთ რომ ჩვეულებრივი მოქალაქეები მათ მიმართ არ არიან კეთილი განწყობილები, იმიტომ რომ მათი მოლოდინი არის რომ ჩამოდიან მეგობრად ქვეყანაში და კი ბატონო ახლა შეიძლება ადამიანს გაგიხარდეს რომ როცა ტურისტი ჩამოდის და მეგობრად მიაჩნიხარ, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ხო ვინ არის რუსეთი ოფიციალურად. ჩვენ ხო მეგობრები არ ჩვენ რომ მეზობლები ვარ. ხო მაგას ანუ რაღაცა შეიძლება სხვა სიტუაციაში გესიამოვნოს, მაგრამ ეს არის ესენი არიან ადამიანები, რომლებიც მინიმუმ მათი ფულით და მათი სახელით იბომბებოდა საქართველოს და დღეს იბომბება უკრაინა, ხო? შეიძლება მათი სურვილით და შეიძლება არა, მაგრამ მათი ფულით, მათი გადასახადებით და მათი სახელით, ანუ პუტინი და რუსეთის ხელისუფლება არ მოქმედებს საკუთარი სახელით, ხო? მარტო მოქმედებს რუსეთის სახელით, რუსია ამომრჩევლებს და რუსეთის მოქალაქეების სახელით და ეს ადამიანები, რომლებიც ახლა ეს 2 თუ 3 არ ვიცი რამდენი იყვნენ, არიან საქართველოში, უნდა იცოდნენ, რომ თუ კი ისინი არ ეთანხმებიან იმას, რაც მათი ქვეყანა უკეთებს საქართველოს, ბოდიშით უნდა იწყებდნენ ჩვენთან ურთიერთობას აუცილებლად, იმიტომ რომ მათი სახელით ხდება ეს ყველაფერი 2008 წელს და არა მარტო 2008 წელს, მას შემდეგაც რამდენი შემთხვევა ჰქონდა, რომ ქართველი ადამიანები გაიტაცეს რუსებმა და მოკლეს, ხო, ეს ყველაფერი კეთდება ამ ადამიანების სახელით. ეხლა მსხვერპლის როში რო ყავს წარმოადგენლები, მაგ ადამიანების სახელით ხდება ყველაფერი და იმ ბომბებს აფინანსებენ ეგენი, რომელიც დღეს უკრაინაში და ადრეც და საქართველოში და არ გონია რომ ვერ დამაჯერებს რომ რუს ტურისტების მიმართ ისეთივე დამოკიდებული უნდა ქონდეს როგორც სხვა ტურისტების მიმართ, იმიტომ რომ ის კონკრეტული ადამიანები არ არიან თითქოს პოლიტიკაში, არ არის ეგრე რა, მათი სახელით ხდება ეგ ყველაფერი. კი ბატონო, ლევან, თქვენ ხედავთ პოლიტიკის კავშირს ამ ამბავში? ხო, ბუნებრივია ნებისმიერ შემთხვევაში ეს კავშირი იქნება ერთი რომ წმინდა ისტორიულ ჭრილში, როდესაც რუსეთზე ვსაუბრობთ რაღაც აქ ვერასდროს ვერ გამოვიწყოთ პოლიტიკას ყველა ასპექტში, მით უმეტეს რომ ერთი დეტალია სხვათა შორის, რომელიც ყველას გვავიწყდება, ხო? ანუ რუსეთი ჩვენ დღემდე ვიყურებს როგორც საკუთარ დაკარგულ ტერიტორიას და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ის, რომ როგორც ყველა ქვეყანას აქვს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური, მაგრამ საგარეო დაზვერვის სამსახური არ მუშაობს საქართველოსზე, არ მუშაობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე. ჩვენნაირ პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და მათ შორის საქართველოსზე მუშაობს იქაური ფედერალური უსაფრთხოების სამსახური FSB ეგრეთ წოდებული, ისევე როგორც აი მაგალითად ჩვენთან საგარეო დაზვერვის სამსახური არ მუშაობს აფხაზეთის ტერიტორიაზე და მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, იმიტომ რომ ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიად ვთვლით, ხო? და ისინი ჩვენ გვთვლიან ესე, შესაბამისად ყველა ფერი მსგავსი თემა, სადაც აი მით უმეტეს, როდესაც თვითონ ცადეს ეს ყველაფერი, ამ ყველაფრის პოლიტიზირება და არა ჩვენ, ხო პირველმა იმათ გადაიტანეს, რომ თითქოს აი რუსებს ჩაგრავენ და ამ ყველაფრის მიზეზი ეს იყო და გარდა ამისა, კი ჩვენ გვაქვს რაღაცნაირად ობიექტური შიში, როდესაც საქმე ეხება რუსეთს და როდესაც ერთ მხარეს არის რუსი ტურისტი და მეორე მხარეს არის საქართველოს მოქალაქე, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ხელისუფლება მოიქცევა და გაატარებს ნაბიჯებს, რომელიც დაიცავს უფრო მეტად რუს ტურისტებს და არა ჩვენ მოქალაქეს, ხო? ამიტომ იყო საერთოდ არ ვიცოდით ჩვენ ამ მოქალაქის როცა რაღაც პირველად გამოვეხმაუროთ ამ თემას, არც რაღაც პოლიტიკური პოზიცია, არაფერი, უბრალოდ ინსტინქტურად, რადგან ეს ვიცოდით, მარტივად რო ვთქვათ, ის რომ რაღაც არ არის ნეიტრალური რუსების მიმართ ჩვენი ხელისუფლება, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ზედმეტი სიმკაცრით დასჯილიყო ჩვენი მოქალაქე იმის გამო, რომ იქ რა რუსმა ტურისტებმა რაღაცა დისკომფორტი იგრძნეს და კი ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ ყოველთვის, როდესაც მსგავს შემთხვევას ეხება იმ ისტორიის გამო, რაც გვაქვს და იმ ქმედებების გამო, რასაც ბოლო 15 წელია თუ 14 წელია ქართული ოცნების ხელისუფლება ატარებს, ყოველთვის ამას ექნება პოლიტიკური ელფერი და ამას ვერ ავერიდებით და ამას აქვს აბსოლუტურად ობიექტური მიზეზები ჩემი აზრით. კი ბატონო. და ლევან, თქვენ მინდა კითხოთ გადავიდეთ სხვა თემებზეც, თქვენი ესე ვთქვათ მოძრაობა ძალიან ბევრს დადის რეგიონებში და ამასაც მინდა ვისაუბროთ. რა ხდება ამ კუთხით? ფიქრობთ თუ არა, რაღაცა უფრო სხვა ტიპის პოლიტიკური მიზნები გაქვთ თუ არა? რო დადიხართ რეგიონებში, რა ხდება, რა განწყობა ხდებათ თქვენ? სად იყავით უკვე? ხო, კი, ნამდვილად ვცდილობ სიარულს და დაახლოებით 20-მდე ქალაქში ვიყავით უკვე რაღაც საქართველოს ყველა რეგიონში და ვცდილობთ პირველ რიგში მოусმინოთ ადამიანებს, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ თბილისიდან ვჯერლობთ რაღაცებს, ვფიქრობთ, ძალიან ხშირად ვცდებით იმ რეალობას, რომელიც რეგიონებში არის, იმ სიტუაციას, რომელიც ხალხში არის, იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკაში ჩართული ხარ, აი ეს რაღაცნაირად იფილტრება ეს ინფორმაცია, რომელიც შენამდე მოდის და შენ წრეში, ასე ვთქვათ, ტრიალებ.
მხოლოდ და საერთოდ განსხვავებული სურათი ხდება ძალიან ხშირად რეგიონებში და პირველ რიგში რაც ყოველთვის გვახარებს და ყოველთვის აღნიშნავ ის რომ თუ ხელისუფლება რაღაცნაირად ახერხებს ამ რაღაცა ილუზიის შექმნას, რომ თუ მეტეს რეგიონებში რაღაც აბსოლუტური მხარდამჭერა აქვს და ამას ახერხებს აი ტროლებით და რაღაცა პოსტზე თუ დადებთ და ეს პოსტი რაღაც ისე გავრცელდება, აუცილებლად რაღაც მოგისევენ ტროლებს, რომლებიც თითქოს აი მომართული ქართული ოცნების მხარდამჭერები არიან, მაგრამ როდესაც აი ხალხში გადიხარ, არსად არ ჩანან ეს ხალხი და ხვდები რომ ეს უბრალოდ ვიღაცა დახელპასებული ადამიანები ზიან, მათივე ტერმინოლოგია რო გამოვიყენოთ და უბრალოდ ამას აკეთებენ იმის გამო რომ ეს დაუკვეთეს, სადღაც ჩატში ჩააგდეს და კონკრეტული ტექსტი ჩაუგდეს, რაც უნდა დაწერონ და რეგიონებში ანუ აბსოლუტურად საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა თან ხდება რომ ეს ხელისუფლება არის შესაძლებელი და მთავარი პრობლემა მიდის ისევ და ისევ რომ როგორ და ვისით შევცვალოთ და ჩვენ კი რომელი უფროა როგორ თუ ვისით იცით როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებულია ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ თვლიან რომ ვიდრე არ ეცოდინებათ ამ ადამიანებს რომ ვინ არის ის ალტერნატივა რომელიც მოდის ამათთან ნაცვლად აი რაც ვინცაც ხედავენ იმათ ძალიან არის უნდობლობა ძალიან მაღალი უნდობლობაა და ამის ობიექტური და სუბიექტური მიზეზები არსებობს მათ შორის იმ პოლიტიკაში რომელიც არსებობენ დღეს ადამიანები მათ მიმართაც ძალიან მაღალი უნდობლობაა და ეს უნდა ვაღიაროთ და ისევ და ისევ ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები მოგწონს ეს თუ არა და ყველაზე ობიექტური მიზეზი მაგალითად რას ჩვენ გონია და რასაც ყველაზე ხშირად ვსაუბრობთ ის რომ მათ შორის ეს პოლიტიკური პარტიები არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად ამ ხალხთან. რო შევხედოთ ხო თითოეულ პოლიტიკურ პარტიას როგორ იღებს გადაწყვეტილებებს, როგორ მოქმედებს, როგორ ადგენს საარჩევნო სიას, არც ერთ ეტაპზე არ მიდის ხალხთან და არ ესაუბრება და აზრს არ ეკითხება, ხო? აი როგორ შეიძლება რომ ამდენი ხანია დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებთ ჩვენ თავს და რაღაცა პარტიულ პოლიტიკას ვავითარებთ თითქოს და დღემდე პოლიტიკური რაღაც კანდიდატების ჩამოწერა სიაში ვინ იქნება თუ პრემიერების კანდიდატი იქნება დამოკიდებული იმაზე თავმჯდომარე რას ჩამოწეს და არაფერს არ ეკითხება ხალხს და მე გვიკვირს რომ ამ ხალხს რაღაცა ამ ჩვენმა ჩამოწერილმა ადამიანებმა ისეთი მხარდაჭერა ვერ მიიღეს, როგორც მე მინდოდა და ჩვენ ვერ დავამარცხებთ ამ ავტორიტარულ და ოლიგარქიულ რეჟიმს, სხვა ავტორიტარულ და ოლიგარქიული რეჟიმით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი რაც შეიძლება დავუპირისპიროთ, ხო, აი სრულიად რადიკალურად განსხვავებული მიდგომა, რომ იქ თუ გვაქვს აი ერთ ადამიანზე ჩამოკიდებული პარტია და მმართველობა და მთელი პოლიტიკა აწყობილი, აქ უნდა გქონდეს სრულად ხალხზე ორიენტირებული, როცა ხალხი იგრძნობს, რომ აი ამას ბიძინას, გიორგი თუ ლევანი კი არ ცვლიან, არამედ ცვლიან სისტემას და ქართულ ოცნებას, ანუ პარტიას, რომელიც ეკუთვნის ერთ ადამიანს, ცვლიან პარტიით, რომელიც მათ ეკუთვნის. აი თუ ამას მოახერხებთ, მე გვექნება იმ შანსი, რომ ადამიანებს მოვიყვანოთ მათ შორის არჩევნებზე და იბრძოლონ ბოლომდე ამ შედეგის დასაცავად. კი ბატონო. მიხეილ, თქვენთანაც იგივე თემა მინდა გავაგრძელოთ. აი როგორ ფიქრობთ, აი ამდენი წლის განმავლობაში რა არის მთავარი პრობლემა, რის გამოც ვერ ხდება, ესე ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან გასტუმრება, იმიტომ როგორც მას უწოდებენ რაღაცა დიქტატორია, ავტორიტარია, თუ აი ვისით შეცვალოს არ იცის საზოგადოებამ, თუ აი როგორ შეცვალოს რა გზაც არსებობს, იმით ეს ვერ ხერხდება ამ შემთხვევაში არჩევნებს გულისხმობ, ან თუნდაც არ ვიცი ვთქვათ, რევოლუციაც. აი რაში გვაქვს პრობლემა? ჩემი აზრით მთავარი პრობლემა, რომელიც მე შეიძლება გაიშალოს ბევრი პრობლემა და არის უიმედობა და იმ არ აქვს ადამიანს იმის რწმენა, რაზეც ნამუშევარი აქვს ფაქტია, ქართულ ოცნებას აქვს მაგაზე ნამუშევარი, რომ ადამიანს არ ჯერათ რომ გამოვა ეს ამბავი, უნდათ მართლა, ეხლა მეც მიყვარს რეგიონებში სიარული არაპოლიტიკური მიზნებით და ყოველთვის იგრძნობა, რომ არ აქვს ხარდაჭერა რეალურად ქართულ ოცნებას რეგიონებშიც, მათ შორის თბილისის გარდა, უბრალოდ არ ჯერა ამ ხალხს, არ იცის მან რა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ქართული ოცნება შეიცვალოს და მან კი არა, როგორც ჩანს, მაინც და მაინც ვერ ვიტყვით, რომ პოლიტიკოსებმა იციან რა უნდა გააკეთონ უმეტესობამ იმისათვის, რომ ქართული ოცნება შეიცვალოს და ხო, რაღაც აი მე მაგალითად ვერ ვხედავ, რომ რამე ხდებოდეს დღეს ქვეყანაში იმისათვის ორგანიზებულად დაგეგმილი რომ მასშტაბურს გულისხმობ, რა თქმა უნდა, რომ მიდიოდეს მუშაობა იმაზე, რომ მხოლოდ ლაპარაკი, მხოლოდ ის, რომ რამდენად ცუდი არის ქართული ოცნება, რამდენად ბევრ რაღაცას აფუჭებს და იცის ამ ხალხმა, ანუ თითქმის ყველა ადამიანმა უკვე განიცადა საკუთარ ტყავზე ქართული ოცნება რა. ადამიანები იხოცებიან იმის გამო, მართლა არიან ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ იმის გამო ქართული ოცნება ხელისუფლებაში. და თითქმის ყველა ადამიანმა თუ არა, ყველა რაღაც ჯგუფები, თითქმის ყველა ჯგუფმა განიცადა საკუთარ ტყავზე და ყველა რამდენად ცუდი არის ქართული ოცნება, ეს ხალხმა იცის. არ ჭირდებათ ჩემი აზრით, ჩემი დაკვირვებით ამის ახსნა, უბრალოდ
როეუბნები რომ ცუდია, როგორ უნდა მოიშორო ეს ცუდი, ანუ ხო ხვდებით ვიღაცა ადამიანი რომელიც საქმეც არის რომ დილით ადგეს და თოხი აიღოს ხელში, ის ვერ დაიწყებს იმაზე ფიქრს, არც აძალებს საკუთარ თავს, რომ მოდი ახლა მე მოვიფიქრო, როგორ უნდა იმას ჭირდება რა ის ერთი დღე არჩევნების დღე რომ მივიდეს არჩევანი გააკეთოს. ჭირდება ადამიანი, რომელიც ეტყვის და დააჯერებს, რომ მე შენი დახმარებით შემილია ქართული ოცნების შეცვლა. მე არ ვიცი არ მიყვარს ხოლმე ესეთი რაღაც თქმა, მაგრამ დღესდღეობით პოლიტიკოსებში, აი ძიმეწონოსანი პოლიტიკოსები ვიც არიან და დიდი გამოცდილებით, ძირითადად ხედავთ წუწუნს იმაზე, როგორ ჩაგრავს, როგორ ცუდად იქცევა ქართული ოცნება და მე მგონია, რომ ქართულ ხალხს ჭირდება არა წუწუნი, არამედ ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ მე დედას ვუტირებ ამათ. ოღონდ თქვენ ჩემთან ერთად იყავით და არ არსებობს პრობლემა, რომელსაც ვერ გადავლახავთ და აუცილებლად იქნება ეს არჩევნები, იქნება თუ რევოლუცია თუ რაც იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამათ გავისტუმრებთ. და აქეთ ამ ხარიდან უფრო ხედავთ იმაზე, რომ აი რას გვიშვებიან, ვიცით რასაც გვიშვებიან, ხედავთ ამ ქვეყანაში ცხოვრობთ, მე არ მჭირდება არავის თქვა იმისახვედრად, თუ როგორი ცუდია ქართული ოცნება. მე მჭირდება ადამიანები, რომლებიც მეტყვიან, რომ მოდი ეხლა ჩვენ მიშა ავდგეთ და ერთად დამეხმარე, ერთმანეთი გავაძლიეროთ და გაუშვათ ესენი და არ ყოველ შემთხვევაში მე ეგეთ რაღაცას ვერ ვხედავ ვერცეთ პოლიტიკოში, რომ აი მაგის ახსნას ცდილობდეს ხალხისთვის, რომ დედას ვუტირებთ. ხო, მაგრამ აი პოლიტიკოსების კუთხით რო შეხედოთ ასევე მიხეილ ეხა უმეტესობას მით უმეტეს ძალიან ბევრი წლით ციხე ებუქრება, ხო? აი რა ესეც არის შემოფერხებელი ფაქტორი. მოდი ვთქვათ, ნახევარი ციხეში ზის, მეორე ნახევარი რიგშია, შეიძლება აი აგვისტოს ბოლოს უკვე ბევრი წლით ციხეში გაუშვან. აი ასეთ დროს როგორ უნდა იმუშაო მაშინ მოქალაქესთან? მესმის რომ კონკრეტული პარტიები ერთ ადამიანებზე არ დგას, მაგრამ აი რადგან თქვენ ახსენეთ სწორედ წონადი და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები ამ შემთხვევაში მე მათ ვგული ისხმობ. კი ბატონო, ხო, ის რომ რაღაც ვთქვათ ოპოზიციაზე რაღაცას ვაკრიტიკებ, არც შემთხვევაში არ გულისხმობ, რომ ეხლა ძალიან უხინთ და რა უნდა ეხლა იმის გაკეთება სასაცმელო. ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან რთული არის დღევანდელ ქვეყანაში პოლიტიკოსება, უბრალოდ თუ და მადლობა პირველ რიგში ყველას, რომ მე ვერ ვიხსენებ პოლიტიკოს, რომელიც დანებდა და გაერიდა ბრძოლას, მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ მე მივდივარ ამაზე და ვიბრძვი, მაშინ რა ყველაფერი უნდა გააკეთო აბსოლუტურად. ანუ მესმის, ძალიან კარგად მესმის, რომ ადამიანურადაც ძალიან რთულია. ყველანაირად რთული არის. ბევრი რაღაცის ძალიან ბევრი ახალი რაღაცა მოსაფიქრებელი ვხედავთ, რომ აპრობირებული მეთოდები, რომლებიც თქვა სხვა ქვეყანაში ვერ გამართლა ჩვენ შემთხვევაში რაღაც სხვადასხვა გარემოების გამო რთულია, მაგრამ ეს პოლიტიკოსები თუ რამეს ვერ დაუწუნებ, არის რომ ეს პოლიტიკოსები ამბობენ, რომ უნდა ვიბრძოლოთ და არ უნებდებით და ციხეში ახლა ყველას შეუძლია რომ წავიდეს ქვეყნიდან და არ შეშდეს ციხეში. მაგრამ ამბობენ, რომ უნდა იბრძოლონ და თუ იბრძვიან, მაშინ გონია, რომ ხალხშიც უნდა გამოიწვიონ ბრძოლის სურვილი. კი ბატონო, თქვენ ხომ არ გინდათ ხო, ერთ დავამატებდი, ხო, როდესაც საუბრობთ, კი მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, ახალი ლიდერები, რომლებიც ადამიანებს იმედს მიცემენ, ჭირდება, თუმცა მეორე მხრივ ნებისმიერი ადამიანის და ნებისმიერი დაპირების მიმართ ადამიანებს აქვთ უნდობლობა. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ თუ არა არაერთხელ უკვე მოისმინეს მსგავსი დაპირებები, დაუდგნენ გვერდში პოლიტიკოსებს და შემდეგ იგივე დაუბრუნდათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამის შესვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ გზით, რომ ადამიანებს დავანახოთ, რომ თვითონ ექნებათ რაღაცა გავლენა და ბერკეტები, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს და თუ ამას მოვახერხებთ, გამარჯვებაც ბევრად რეალური იქნება. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს. ჩვენ ახლა გვაქვს